საქართველოს განმანათლებლის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მრევლმა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აღნიშნა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მამა ვაჟა მაღავლინა მრევლი დალოცა და რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მან ასევე ანდრია პირველწოდებულის 8 წლის შესახებ იქადაგა. ილოცავთ დღევანდელ დღეს არის ხსენება წმინისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში პირველი მქადაგებლის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ის ჭეშმარიტი ღმერთი, ის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელსაც ადამიანი შეუდგება და არასდროს არ იქნება მკვდარი უკუნითი უკუნისამდე. აი დღევანდელი სახარებაც სწორედ ამას მეტყველებს, რომ ამინ გეტყვით თქვენ, უკვე თუ ვინმე სიტყვანი ჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არ აიხილოს უკუნისამდე. აი ეს იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა, რომ სიტყვა ღვთისა უნდა დაიმარხოს თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც დაიმარხვა ქართველმა ერმა. ქრისტე იესოს მიერ სახარებისგან მეგშევ თქვენ, აი ესე გშვა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტე იესოს მიერ და სახარებისაგან, ქართველი ერი, ესე დაგვბადა, გაგვაცოცხლა ქრისტეში და მადლმოცილება მოიტანა ქრისტეს მიერ ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში. და ჩვენ ამ ყველაფერს ესე უბრალოებით და მხოლოდ ერთი დღით, თუნდაც დღევანდელი დღით არ უნდა ვიფარგლებოდეთ, რომ ჩვენ მხოლოდ დღეს იყოს ჩვენი ქრისტიანობა და აღტაცება მოსული ფორმაში და ხვალ უკვე შეურიგდეთ იგივე ცხოვრებას, როგორც ცხოვრების დინებაც მიდის დღეს საქართველოში და მსოფლიოში. და სახარებიდან სამოციქულოდან მომყავს ეს ციტატები, რომ გლოცავ თქვენ, მობაძავ ჩემ და იყვენით. აი ამ სიტყვებით ეს სიტყვები დაგვიტოვა ჩვენ ანდრია პირველწოდებულმა. აი ეს სიტყვები გადმოგცემ ჩვენ პავლე მოციქულმა სამოციქულოდან, რომ გლოცავ თქვენ, მობაძავ ჩემ და იყვენით. როგორც მიბაძავი იყო პავლე მოციქული და ანდრია პირველწოდებული და სხვა მოციქულები და წმინდა მამები ღირსი დედანი ქრისტესადმი. აი ესეთი მიმბაძველები უნდა ვიყოთ ჩვენ თითოეული ჩვენგანი ქრისტესადმი და მოციქულისადმი. გადმოცემის თანახმად ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრეს ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა და ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. საქართველოში წამოსვლამდე მას დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. დიდება და მადლობა ღმერთს, დღევანდელი დღისათვის დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ერი ესე გამოირჩია უფალმა, მისმა მოწყალებამ, მისმა შემწყნარებლობამ და სიყვარულმა ესე იმდენად გამოირჩია, რომ თვით პირველწოდებული, მოციქულთაგან პირველწოდებული ღვთის წყალობით და მადლით შემოვიდა ჩვენს სამშობლოში საქადაგებლად. იცით თქვენ, რომ მოციქულებმა წილი იყარეს და წილი ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მაგრამ საქართველოსში ქადაგება, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს რა ეუწყა, რომ მისი აღსასრულის დრო და ჟამი ახლო იყო და ღვთისაგან ეუწყა, რომ გაეგზავნა პირველწოდებული ანდრია და ასევე ეუწყა, რომ სახეზე მიედო ფიცარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მართლაც მიედო ფიცარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და გადავიდა მისი სახე იესოსთან ერთად იმ ფიცარზე და ამ ფიცარით, ამ ხატით მადლიანი კურთხეული ღვთისმშობლის ხატით შემობრძანდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში. ორჯერ შემობრძანდა საქართველოში ანდრია პირველწოდებული. პირველად მარტო თვითონ და შემდეგ მატათა და სვიმონ კანანელი. მართლაც გამორჩეული ერია, ისეთი ერი, სადაც იქადაგა ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი და მატათა. მართლაც თვითკურთხეულია ისეთი ერი, სადაც იქნა ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სარწმუნოება ნაქადაგებული. მართლაც და ჩვენ მადლიერებით უნდა ვიყოთ აღსილნი, ჩვენ ყოველ წუთას და ყოველ წამს მადლიერებით უნდა ვიყოთ აღსილნი, რომ ჩვენ მოგცა უფალმა ნათელი და ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ უნდა ყოველ წუთას და ყოველ წამს მადლობდეთ ღმერთს, რომ ჩვენ არა ვართ დასაყუპავად განწირული ერი, ჩვენ არა ვართ გადასაჯიშად განწირული ერი. ჩვენ უნდა ხედავდეთ და ვაფასებდეთ იმას, რომ სწორედ ანდრია პირველწოდებულის ნაქადაგები ჭეშმარიტ ღმერთმა გადაარჩინა თითოეული ჩვენგანი, გადაარჩინა ჩვენი ერი. სწორედ
ჭეშმარიტი სარწმუნოების წყალობა, ის მართლმადიდებლობის წყალობა, რომ ჩვენი ერი დღემდის და მეორედ მოსვლამდე იქნება ცოცხალი. ანდრია პირველწოდებული პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდ აჭარაში შემოვიდა. წმინდა მოციქულსთან ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომლითაც უამრავი სასწაული აღავლინა. დღეს წმინდა ანდრია პირველის სახელის წოდების დღეა. მიულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად საქრისტიანოს ამ დღესასწაულს და მადლიდა ყველა სიკეთე ფარავდეს ჩვენ ხალხს. ქრისტიანულ სამყაროს ვლოცავთ და ყველა ანდრიას ვლოცავ დღევანდელ დღეს. ყველა ქრისტიანისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ერი ზეიმობს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 12 მაისს და 13 დეკემბერს.